6 წლის წინ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებმა პროკურატურას განცხადებით მიმართეს და საქმის ახლიდან გამოძიება მოითხოვეს. ოჯახი დღეს ასახელებს 4 ყოფილ მაღალჩინოსანს, რომლითაც მათი შვილის სიკვდილის გამოძიებისას საქმის მცდელობასა და სიმართლის დადგენას ოჯახის აზრით ხელი შეუშალეს. ესენი არიან ყოფილი გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, სუსის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ოჯახი არ ეთანხმება გამოძიების ოფიციალურ ვერსიას, რომლის მიხედვითაც 23 წლის პროგრამისტმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და მიიჩნევს, რომ საქმეში დარჩენილი კითხვები და წლების განმავლობაში გაჩენილი ახალი გარემოებები გამოძიების განახლების საფუძველს ქმნის. ჩემი შვილი თავრობა მოკლა. თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებმა დღეს მედიასთან პირველად დაასახელეს იმ მაღალჩინოსნების ვინაობა, ვისაც მათი შვილის სიკვდილში ადანაშაულებენ. 6 წლის შემდეგ ოჯახმა ვერ მიიღო პასუხი, რატომ დაიღუპა მათი შვილი. 6 წლის შემდეგაც 23 წლის პროგრამისტის მშობლები საქმის სამართლიან გამოძიებას ითხოვენ. წელს უკვე მეორედ შეაქვთ განცხადება პროკურატურაში, თუმცა იმედი არ აქვთ, რომ გამოძიება დაიწყება, რადგან თამარ ბაჩალიაშვილის მშობლების განცხადებით ამ შემთხვევაში ბევრი მოქმედი თუ ყოფილი მაღალჩინოსნის ბრალეულობა გამოიკვეთება. ლილუაშვილი რომ იცახდნენ, არა ვენებს იჭრიდნენ. არა, ეხლა თვითონ ამტკიცებენ ლილუაშვილიო. მაშინ გამოიძიეს საქმე. თუ არა და შენ ახარ ამ საქმე, შენ დაპეტით მოვიდა ჩემი შვილის მკვლელობა. რატო არ იძიებ ამ საქმეს? ღარიბაშვილზე მიდის ეხლა ის ცოტა გზით მიდის მანქანა, სადაც მოკლეს ბავშვი დამალეს მანქანა. ეროვნება აიძახდა ჩემი ალალიბიზა შვილიაო. აცმა დამხედა ესე და გიორგი ღარიბაშვილმა. იცი ძმაო რა არისო? შენ შვილს თავი არ მოუკლიაო. მოკლეს იცოდეთო რა, შენი შვილი მოკლესო. შინაგან საქმეთა სამინისტრო საშვილის გარეშე ჩემი შვილი რატო შედიოდა? ეხლა ვერ დავამტკიცე, მაგრამ ის კამერების ალბა ისაქნეს, რატო შედიოდა? ორჯერ შევეკითხო, შვილო სად მიდიხარ? ორთა ჭალაში მივალ და მოვალ. გომელაურმა იცის ეს ყველაფერი. სულ პირველივე ვერსია, როცა გაჟღერდა სამი მაღალჩინოსანი, ხომ გამოიკვეთა საბოლოოდ. იყო ვახტანგ გომელაური, გრიგოლ ლილუაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი. ზუსტად მე ამ სამზე მაქვს ეჭვი. ირაკლი ღარიბაშვილი, გრიგოლ ლილუაშვილი, ვახტანგ გომელაური. თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი 23 წლის გოგონას მკვლელობის, შეკვეთისა და საქმის გამოუძიებლობის ბრალდებით ხელს სწორედ მათ ადებენ. მშობლების განცხადებით ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი საქმეში არსებული მტკიცებულებების გაყალბებისას მაშინდელი გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძეა. შოთაძემ გააყალბეს ყველაფერი. ეს მამა ძაღლობა შოთაძემ გააკაცა იმ ნაგავმა, ყველაფერი გააყალბა. თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები 6 წლის წინ ამტკიცებდნენ იმას, რის გამოც სუსის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი ახლა ბრალდებულია. გამოძიების ვერსიით ის კოლ-ცენტრებს ფარველობდა. სწორედ ერთ-ერთ ასეთ კოლ-ცენტრში მუშაობდა 23 წლის პროგრამისტი, რომელმაც იქიდან თავის დაღწევა შანტაჟის გამო ვერ შეძლო. რა კომპრომატები ჰქონდა თამარ ბაჩალიაშვილს ოცნების მაღალჩინოსნების წინააღმდეგ და ვინ დაავალა მას ამ მასალის მოპოვება? ამ კითხვაზე პასუხს თავად ბაჩალიაშვილის მშობლებიც წლებია ითხოვენ, თუმცა მასალებს გრიფით საიდუმლო ადევს, რაც მათ აფიქრებინებთ, რომ პროგრამისტი სწორედ ამ ინფორმაციის გამო თავიდან მოიშორეს. ბავშვი ვეღარ აღწევ, რომ მიხვდა კოლ-ცენტრი ეს. ემუქრებოდნენ ოჯახით, რო წახვალა ესე ვიზამთ, ისე ვიზებთ და ვერ აღწევდა თავს და ადგა და შეტოკე ინფორმაცია ამათ. ფაილებში შევიდა ერთ-ერთ ფაილში, რომელიც ის რო გასაჯერებულიყო, აი თავდაღირა დადგებოდა ქვეყანა. ზუსტად ვარ დარწმუნებული, რომ ეს კომპრომატებზეა საუბარი, რომელიც არ ვიცი მე დაავალეს ისე მოაძებნინეს თამუნას თუ შემთხვევით მოხდა მის ხელში. ფაქტია, რომ კომპრომატების გამო არ არის დღეს ჩემი შვილი ცოცხალი. ბაჩალიაშვილის ოჯახმა საქმის დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო. აცხადებენ, რომ გამოაშკარავებული ფიგურანტებით და ახალი მტკიცებულებებით საქმე თავდაღირად ადგება. ითხოვენ, რომ გამოძიებას კვალიფიკაცია შეეცვალოს და ხელახალი გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყოს. ითხოვთ გადაკვალიფიცირდეს მკვლელობის მუხლით დაიწყონ გამოძიება. ჩემი შვილი მოკლეს. მკვლელები უნდა დაისაჯონ. აი არის ჩვენი ისა. ფაქტები გვაქვს უკვე, მოწმეები არიან, ამ საქმეს ვერ გაექცევია. თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ორი განჩინება დევს. პირველი 30 ივლისით თარიღდება, როდესაც ბაჩალიაშვილის ადვოკატმა ირაკლი შოთაძეს ამერიკის შეერთებული შტატებისგან დახმარება და ახალგაზრდა პროგრამისტის კომპიუტერში არსებული მასალების გაშიფრვა შესთავაზა, რაზეც თავიდან თანხმობა მიიღო. თუმცა გამოძიების დასრულების შემდეგ 5 აგვისტოს განჩინებაში ეს მოთხოვნა აღარ იყო. თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატის განმარტებით, ახლა პროკურატურა ვალდებულია დაინტერესდეს გამოძიებით და ამ შემთხვევაში არ გამორიცხავს, რომ დადგეს კონკრეტული მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხი. ძალიან ბევრი რაღაცა გვაქვს. თუ
თუ დაინტერესება კი არა აუცილებლად ვალდებულები არიან გამსა პროკურატურა დაინტერესდნენ და განახორციელონ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დარღვევა არის. არ არის ობიექტურად შეფასებული მტკიცებულებები. არის ძალიან ბევრი დარღვევა და ყველაფერს თავი დავანებოთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჯაროვებამდე 2 დღით ადრე შეგვიწყვიტეს საქმე. ისე რომ არანაირი განმარტება არ მოუწია ჩვენთვის. მტკიცებულებები რა თქმა უნდა ბევრი არის, იმიტომ რომ ის მტკიცებულებები რაც საქმეში არსებული არ არის გამოძიებული, არ არის აბსოლუტურად შესწავლილი. თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის მშობლების მხარდასაჭერად დღეს გენერალურ პროკურატურასთან მივიდა მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის დედა. ეკა კუპატაძემ მათ სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადა. შუმკვდარი დედა ცოტა ხნის წინ თავადაც ითხოვდა პროკურატურისგან მისი შვილის მკვლელობის სამართლიან გამოძიებას. მე მინდა იცოდნენ რომ გიგა ავალიანის დაოსებული დედა იქნება მათ გვერდით. აი ერთი ადამიანი რომ ჭირდებოდეთ, ის ერთი ადამიანი მე მუდამ ვიქნები მათ გვერდით. ჩვენ არ დაგვიზრდია. კარგი გიგა თამარი, კარგი ნიკო და შემდეგ არ ჩამოთვლი ბავშვებს არ მინდა რომელიმე გამორჩეს იმისთვის რომ მე სადისტებმა მიწისქვეშ ამოგვიფინოს. აუცილებლად უნდა იყოს იდენტიფიცირებული ყველა სავარაუდო დამნაშავე და ყველა უნდა დაჯდეს საბრალდებო სკამზე. გენერალურ პროკურატურასთან მხარდასაჭერად მივიდნენ სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებიც. მათი განცხადებით ახლა საზოგადოების ჩართულობა ამ საქმეში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ერთიანობით შეიძლება იმ უსამართლობასთან ბრძოლა, რასაც საქართველოს მოქალაქეები ქართული ოცნების მმართველობის პირობებში აწყდებიან. ქვეყანაში სამართალს ვერავინ ვერ პოულობს. სიტუაციას თუ შევხედავთ, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ამ ქვეყანაში საგამოძიებო ორგანოებს არც კომპეტენცია ყოფნით, არც ნება აქვთ იმის, რომ რაიმე გამოიძიონ და ამავდროულად არის ბანდიტური ხელისუფლება და ყველაფერი კორუფციასთან არის მიბმული. შესაბამისად, ერთ-ერთი საქმე სწორად ვერ იქნება გამოძიებული და არ იქნება გამოძიებული, თუ ამაზე არ იქნება საზოგადოების დიდი ნაწილის ზეწოლა. სოლიდარობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ვის მიმართ უნდა იყოს სოლიდარული თუ არა იმ ადამიანების მიმართ, იმ მშობლების მიმართ, ვისაც შვილი მოუკლეს და ვინც რკინის ქალამნები ჩაიცვა და ეძებს სამართალს. ჩვენ ვიცით ვახამა ჩალიკაშვილი, მედიკო მარგოშვილი, ქალბატონი თეონა, ბატონი ჯუმბერი, რომლებიც თავიანთი შვილების ყლელების დასჯას ითხოვენ, მხოლოდ სამართალს ითხოვენ, ისინი მეც არაფერს არ ითხოვენ. განცხადება საქმის ახლიდან გამოძიების მოთხოვნით პროკურატურაში უკვე შეტანილია. ოჯახს უწყებისგან მთელი დღის განმავლობაში პასუხი არ მიუღიათ. თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები არ ეთანხმებიან გამოძიების ვერსიას, თითქოს მათმა შვილმა თავი მოიკლა. 23 წლის გოგონა ცხედარი 2020 წლის 22 ივლისს თეთრი წყაროს ტყეში საკუთარ ავტომობილში იპოვნეს.